როგორ გამოვიყენო ესეთი შემომიბრუნა შეკითხვა, ერთი კითხვა არის, რომ ეს რაში გამოადგება ეს ფიუჩერსული ვაჭრობა. მოგეხსენებათ, ყველას არა აქვს ბევრი ფული, ხო, მაშინ რომ ჩადოს კრიპტოში, სხვა საფონდო ბაზრებზე შეისყიდოს ობლიგაციები. ფიუჩერსული ვაჭრობის პლატფორმა, თვითონ ეს პროგრამა გაძლევთ თქვენ, რომ მოახერხოთ და გააკეთოთ მცირე ფულით, ანუ ეგრეთ წოდებული სამარჟო საგარანტიო ფულით, უფრო მეტი ფული, მაგალითად, გაქვთ $10. დებთ ამ ფულს ამ ფიუჩერსული ვაჭრობის პლატფორმაზე, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკური საკითხები თქვენ უნდა გააკეთოთ, მე ამაში არ გეხმარებით. იმიტომ ეს თქვენი როგორც ტელეფონზე ისწავლეთ დამოუკიდებლად თქვა დარეკვა მესეჯის დაახლოებით აი ესეთი დონისა ეს უნდა თქვენ გააკეთოთ. ასისტენტობას კი გაგიწევთ, მაგრამ ეს რომ მოხვიდე და მე გასწავლოთ ესე არა. ერთი სიტყვით, მეორე, როდესაც ამ $10 დებთ, თქვენ გეძლევათ საშუალება დაახლოებით ივაჭროთ $1000-ზე. ანუ $1000, სად $10 რომ მივაჭროთ, ხო $10-ით 2% რომ მოიგოთ 20 ის არის ხო ცენტი. ხოლო $1000-ით უკვე 2% არის $20. ხო ეს ხო არ მეშლება 2% არის $1000 $20 კი ბატონო. იმ შემთხვევაში თუ თქვენ გამოიცნოთ ბაზრის მიმართულებას და თქვენი ტრენდი, ანუ მე ახსნი მოკლევადიან და გრძელვადიანს, ეს არის ეგრეთ წოდებული პოზიციები. რომ ამ ფულით იშოვით, რა თქმა უნდა, ანუ $10 შეგიძლიათ ესე უხეშად რო ვთქვა, თუ თქვენი პროგნოზი გამართლდა, $10 იშოვით $20. ეხლა მითხარით რომელიმე სხვა ბიზნესი, სადაც პატიოსნად შრომით $10 შეგიძლიათ იშოვოთ $20. ესეთი არ არსებობს ბუნებაში, ფიუჩერსული ვაჭრობა აძლევს ამის საშუალებას, რომ ეს მოახერხოთ. აქედან გამომდინარე, იმ წინა კითხვას, ვინც დამისვა, იმასაც ვეუბნები, ხო ეს სამწუხაროდ ისეთი ფოტო უდევს იმაზე, უცნაური, ანუ სახელდაგვარი არ აქვს. მესმის, რომ რაღაც მიზეზების გამო სახელდაგვარს არ დებთ, მაგრამ ფოტოს უკან რა ვიცი, ვინ შეიძლება იყოს. უხერხულობას მიხნის მეტი არაფერი, თორე პასუხი გავეცი და აქაც აგერ ბატონო არის ეს პასუხი, მიიღეთ ეს პასუხი აქედანაც. რომ ეს არის ძალიან წარმატებული და მომგები, რატომ არის ამ დიდრები უცხოეთში და ჩვენ, იმიტომ ეს არ ვიცით ეს რა ვაჭრობაა. ეს ერთი, მეორე ჩვენში არის გაბატონებული და გავრცელებული ბოდიში გამოთქმისთვის გადაგდება, უნდობლობა, პირამიდები და ასე შემდეგ. ხოლო იქ დასავლურ სამყაროში, ცივილურ სამყაროში ესეთი რამე პრაქტიკულად